საქმე გაცილებით სერიოზულადაა თუ ვიქნებით ობიექტურები. იმიტომ რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება, ქართულ გვარიანთა ხელისუფლება, ქართულ გვარიან რუსთა ხელისუფლება ამკაცრებს და ამკაცრებს კანონებს, რომლებიც ცხადია უკანონოა, რომლებიც ცხადია არც სამართლიანია და არც სამართლებრივი, რამდენადაც ეს ქართულ რუსული ხელისუფლება თავად არის უკანონო ხელისუფლება, მაგრამ უყრია მას ხელში აქვს რა მას ძალაუფლების კვერთხი, შესაბამისად ამ მის მიერვე მიღებულ კანონებს ის აღასრულებს. საქმე გაცილებით სერიოზულადაა, მეთქი ეს ვთქვი და ახლა დავასაბუთებ, რასაც ვგულისხმობ. გელათის დამანგრეველი თეა წულუკიანი ამბობს ციტატა: ჩვენ არ ვხუმრობთო და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება, გაეთამაშება ითანამშრომლეთ საგამოძიებო კომისიასთან ბრძანებს რეალურად ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გელათის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში. მაგრამ ახლა თეა წულუკიანზე არ ვსაუბრობთ როგორც გელათის დამანგრეველზე. ჩვენ ვსაუბრობთ თეა წულუკიანზე როგორც იმ კომისიის თავმჯდომარეზე, რომელიც გამოიძიებს ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას 2003 თუ 4 წლიდან, 3 თუ 4 წლიდან, ვიდრე 2012 თუ 13 წლამდე, ანუ ხელმძღვანელია ამ კომისიისა თეა წულუკიანი, ქალბატონი თეა წულუკიანი კი არა, თეა წულუკიანი. გულახდილად გეტყვით, არასწორია, რასაც ახლა მე ვიტყვი. არასწორია შვილებმა აიღონ მამებზე პასუხისმგებლობა, მამების ქმედებაზე პასუხისმგებლობა. ამიტომ ახლა ამას რომ ვიტყვი, რასაც ვიტყვი, თავისთავად ცხადია, მე თვითონ ხვდები, თავად ხვდები, რომ თეა წულუკიანს როცა ვაფასებთ, თეა წულუკიანზე როცა ვსაუბრობთ, მისი მშობელი მამა ნამდვილად არ უნდა ვახსენოთ. თუმცა იმისთვის, რომ სრულად წარმოვაჩინოთ, როგორი ტიპის არასწორი სიტყვა, როგორი მსოფლხედვის თვალსაწიერის ადამიანთან გვაქვს თეა წულუკიანის სახით მაღალი ალბათობით საქმე, ჩვენ გვინდა არ გვინდა ჯალათ თეა წულუკიანს ბჭყალებშია ჩასმული, ჯალათია წულუკიანი ბჭყალებში, უნდა ვუხსენოთ მას მისი მშობელი მამა, ნამდვილი ჯალათი, რომელსაც 20 ადამიანისთვის აქვს გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი საბჭოთა კავშირის დროს. არა, თეა წულუკიანი ცხადია არაფერ შუაშია მამის, კვლავ ვიმეორებ, ავთანდილ წულუკიანის ქმედებასთან. ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მამის ქმედებაზე, უბრალოდ მამამისის ამბობდა ხოლმე ასე, მაღალი ალბათობით, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, ნუ რავინ გაეთამაშება ცეცხლს, ჩვენ არ ვხუმრობთ და ასე შემდეგ და ის კაცი მართლა არ ხუმრობდა. ამ პარალელის გავლება დამჭირდა იმისთვის, რომ ვისაუბრო არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიაზე, თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანზე ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ გამოძიება რა არის, მეგობრებო? გამოძიება არის, როდესაც შენ რაღაცა არიცი და მე იმას არ კბევ, მე იმას იძიებ, ამათ წინასწარ აქვთ ჩაფიქრებული, განზრახული ვიღაცების დასჯა და უბრალოდ ეს კომისია სჭირდებათ იმისათვის, რომ უკვე შემდგომ ეგრეთ წოდებული იურიდიული საფუძველი ჰქონდეთ, რომ მიმართონ პროკურატურას და იმ პროკურატურამ კი გამოიტანოს კი არა, მიმართოს უკვე შემდგომ სასამართლოს და დასაჯონ მურუსიძის სასამართლოში დასაჯონ ფარცხალაძის პროკურორებმა თეა წულუკიანის და არა მხოლოდ თეა წულუკიანის, ცხადია პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილის ოპონენტები. გვიან გესალმებით, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის ტაბლო მედია და კონკრეტულად მისი გადაცემა სწორი აზროვნება. მთავარი თემა არა არც ის კომისია, რომელიც ვახსენეთ,
რომელსაც კვლავ ვიმეორებ გელათის დამანგრეველი წულუკიანი თავკაცობს, ხელმძღვანელობს, არც მამამისი ავთანდილ წულუკიანია მთავარი თემა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ პროკურატურიდან გამოვაგდეს ის სასამართლოდან გადაბარგდა, რამდენადაც ცნობილია პროკურატურაში და მერე იქიდან პროკურატურიდან გამოვაგდეს ფორმალური მიზეზი და მაგალი ალბათობით სწორი მიზეზი არის ის, რომ მექრთამე იყო და ამგვარ ოჯახში იზრდებოდა გელათის დამანგრეველი თეა წულუკიანი, რომელიც ამბობს ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება და ითანამშრომლეთ საგამოძიებო კომისიასთანო. მოკლედ, თეა წულუკიანზეც და ავთანდილ წულუკიანზეც კი ჩვენ არც არაფერს ვამბობთ. ახლა ეს არ არის მთავარი თემა. მე ახლა სხვა თემაზე, სხვა რაკურსზე ვსაუბრობ და კერძოდ უნდა გავიხსენო თეა წულუკიანზე ქართული სახელმწიფოს წინაშე არანაკლებ დიდი დამნაშავის მამუკა მდინარაძის ერთი გავიხსენო რა, უნდა შევოგთავაზოთ ერთი ძალიან პატარა კომენტარი ბრიფინგზე ჩამოდგა ეს კაცი, ეს ვითომ პოლიტიკოსი კაცი და თქვა ის, რაც თქვა, ვნახოთ ვიდეო და განვაგრძოთ. მსჯელობა. პირველ რიგში დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელმა სხდომამ, უმრავლესობამ უпроსტად დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ხალატის მუხლი. სამშობლოს ხალატის მუხლის აღდგენას აპირებენ 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან იყო ამოღებული ეს მუხლი, ანუ დაბრუნებას აპირებენ ამ მუხლისა და ვკითხულობ თუ წინასწარ განზრახული არა აქვთ, რომ დაადანაშაულონ ვინმე სამშობლოს ხალატში, მას რა საჭიროა სამშობლოს ხალატის მუხლის აღდგენა, ისევე როგორც რა საჭიროა კომისიის საგამოძიებო კომისიის შექმნა და მუშაობა, თუ წინასწარ არიციან, რომ კონკრეტულ პირებს, პოლიტიკოსებს დაადანაშაულებენ 2003-2012 წლებში გარკვეულ სისტემურ თუ არასისტემურ დანაშაულებში. წინასწარი განზრახვა რომ აქვთ, ეს ფაქტია და მათ სურთ, რომ ეს კონკრეტული მუხლი, სამშობლოს ხალატის მუხლი, მიუყენონ მათ, ვინც მათი ოპონენტია არა, ვინც მათეული გაგებით მათი მტერია. თეა წულუკიანს კი ამ თვალსაჩინოდ კონკრეტულად თეა წულუკიანს თუ მამუკა მდინარაძეს და უფრო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს არაერთი მტერი ჰყავს, მისეული წარმოდგენით მტერი. მაგრამ აქ ეს ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ესეც არ არის უმთავრესი. საერთოდ დანაშაული არის ზრდადი დანაშაული და სასჯელი. დოსტოევსკი გავიხსენეთ, უნებურად არის ზრდადი. ზრდადი თუ ჯიბგირს, ასე მაგალითად პირობითად ჯიბგირს კალმის ქურდს ეკუთვნის აბსოლუტურად პირობითად ლაპარაკობ 1-დან 3 წლამდე უფრო სერიოზული დანაშაულის ჩამდენს ეკუთვნის ასევე პირობითად 3-დან 4 წლამდე. მაგალითად, თუ ხსენებული წულუკიანის კომისია იტყვის, რომ 2008 წელს შესაბამისად, თუ ხსენებული წულუკიანის კომისია იტყვის, რომ 2008 წელს პირობითად უგულავა დააშავა, შეცდომა კი არ დაუშვა, სამოხელეო დანაშაული კი არ ჩაიდინა, არამედ დააშავა და მას შეიძლება თავისუფლად მიუდგეს სამშობლოს მოღალატის მუხლი, შესაბამისად გუგულავას რასაკვირველია დაიჭერენ და სამშობლოს ხალატის მუხლით პირობითად გუგულავას გაასამართლებენ. მაგრამ ახლა ვიკითხავ, თუ დანაშაული სახეზე იქნება ბჭყალებში ცხადია და სასჯელი კი ადეკვატური უნდა იყოს, რა შეიძლება იყოს, როგორი შეიძლება იყოს ეს სასჯელი. მაგალითად, ჩვენ ვისაუბრეთ ჯიბგირზე, რომელმაც კალამი მოიპარა, ჯიბიდან ამოაცალა ვინმეს, დანაშაულია. მაგალითად, მზია ამაღლობელს მაქსიმუმი სილის გაწნისთვის, რაც შეიძლება მისცენ, ეს არის 7 წელი. ანუ
აგვარიც არის ის მილიციელი, აღარ მახსოვს კებუაძე. ლოყაროა უწითლდა და ყური და ამის გამო ითხოვს, რომ მოდითო მეო თუ გნებავთ შევამოწმეთო და თუ გნებავთ ნებისმიერ ჩვენებას მივცემ კი არა, ნებისმიერ გამოძიებასთან ექსპერტიზა ჩამიტარეთ უკაცრავად ლოყისა და ყურის აწითლებაზე. 3 თვის წინ გერა 2 თვის წინ. ეხლა ამბობს რომ ყური გამიცითლდა და ლოყა გამიცითლდა თუ არა ამაზე ექსპერტიზა ჩამიტარეთ. გავანებოთ სიამაღლობელს თავი, მით უფრო რომ მის საკითხს კიდე შევეხებით ამ ვიდეო ბლოგის მიწურულს ბოლოს. მაგალითად თუ ვინმე უვადოდ არის, არა, უკაცრავად სამუდამოდ არის დაპატიმრებული, სასჯელი მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა, ესეთი შეიძლება იყოს ყველაზე უფრო მძიმე რეციდივისტიც კი, სიმრის რეციდივისტი. მაგალითად მკვლელი. მაგალითად წინასწარ განზრახვარო ჰქონდა ისეთი მკვლელი, ან კიდე უარესი მაგალითად, აი ესეთი მკვლელებიც ან ესეთი რეციდივისტებიც არსებობენ, მაგალითად ბავშვების გამაუპატიურებელი, რომლებსაც დანდობა ცხადია არ უნდა ჰქონდეთ, ისინი რასაკვირველია იმსახურებენ სამუდამო პატიმრობას. მაგრამ გაგიკვირდებათ და სამშობლოს ხალათი როგორც ასეთი, თუ მართებულად ვიქნები გაგებული, კატეგორიის ან სიმძიმის თვალსაზრისით არანაკლები კი არა, მეტი დანაშაული. და თუ მეტი დანაშაულია, შესაბამისად, სამშობლოს მოღალატეს უგულავა დავასახელე და ცხადია უგულავას კონკრეტულად არ გულისხმობ, თუმცა რატომაც არა, ესენი ხო ნამუსგარეცხილები არიან და შეიძლება სწორედ უგულავას მიუყენონ ამგვარი მუხლი, ეკუთვნის მეტი. ახლა რა არის ეს მეტი, რა შეიძლება იყოს? უნებრივია ბევრი თქვენგანი, ან ყველა თქვენგან თითოეული თქვენგანი მეტყვის, რომ ესენი ვერ გაბედავენ სიკვდილით დასჯის შემოღებასო. მეც გეთანხმებით, ესენი ვერ გაბედავენ სიკვდილით დასჯის აღდგენას, იცით თქვენ, რომ ეს სიკვდილით დასჯა ჩვენს ქვეყანაში გაუქმდა შევარდაძის პერიოდში 90-იანებში. მაგრამ ახლა მე სხვაგვარად დავსვავ კითხვას. ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბრამდე ვინმე წარმოიდგენდა, რომ კობახიძე უფროსწორად ივანიშვილი ღიად ითხოვდა უარს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციაზე? ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არც ერთ ჩვენგანს არ წარმოედგინა ეს. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაუშვებდა ამას. ვინმე წარმოიდგენდა, რომ უკვე მერვე ხსენებული წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დემარშით დატოვებდა? აი იმ ევროპის საბჭოში, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ამ 26 წლის წინ, სურაბშვანიერად თქვა ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. შესაბამისად, დაშვება იმისა, რომ ესენი აღადგენენ სიკვდილით დასჯასაც კი, გაგიკვირდებათ და აბსოლუტურად რეალისტურია. ეხლა მე გეტყვი, ოღონდ ამას დასაბუთება სჭირდება. მაგრამ აი და შესაბამისად ნახეთ, როგორი დასაბუთება შეიძლება გქონდეს. მე შეგნებულად ამოვწერე ამერიკის შეერთებული შტატების შის შტატები, ამ ქვეყნის ამერიკის ის შტატები, რომლებშიც ჯერაც შენარჩუნებულია სიკვდილით დასჯა. მამუკამდინარაძე, რომელიღაც ეტაპზე, რატომაც არა, წარსდგება ჩვენს წინაშე ამაყის სახით და დაახლოებით იტყვის შემდეგს. თუ აიდაჰოში, ალაბამაში, არიზონაში, არკანზასში, ჯორჯიაში, მისისიპიში, მისურიში, ნებრასკაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასში, ფლორიდაში და სამხრეთ დაკოტაში არის სიკვდილით დასჯა. ჩვენს დროებით 2 წლით, 4 წლით აღვადგენთ ამ სიკვდილით დასჯას და სამშობლოს მოღალატეებს, რომლებმაც 2003-დან 2012 წლამდე და განსაკუთრებით 2008 წელს თეატრულოგიის კომისიის მუშაობის დასკვნის შესაბამისად უღალატეს ჩვენს ქვეყანას, დავსჯით. პროპაგანდა
იმედისა თუ პოზიტივისი, ასევე კარის ექსპერტები, რომლებიც წყაზარის სახით ხედან ხოლმე გარკვეულ ეთერებში და გამოკვეთილი ბგერებით საუბრობენ, რამდენად კარგია ქართული ოცნება, ან რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს, ისინი 30-იანი წლების ცალკეულ კოლაბორანტთა მსგავსად, რაც საკვირველია ამ ყველაფერს გაამართლებენ. მით უმეტეს, რომ ქართული ოცნება აპირებს მედიის შეზღუდვას, ბრიტანულ კანონს გადმოვიტანთო და სიტყვით ვთარგმნითო fake news-ების თაობაზეო, სრული სისულელე. ამერიკულ ფარას თარგმნითო და ფარას მსგავს კანონს მივიღებთო, სრული სიგიჟე. ანუ ყველა კრიტიკული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა მათ და ეთყოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, იქნება მანამდე აღმოფხვრილი, ანუ მოსუფთავებული იქნება ველი, მაშინ, როდესაც ისინი მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით სასჯელად სამშობლოს ღალატისათვის დროებით და იმ არგუმენტაციით, რომ ნებრასკაში თუ მისურიში არის სიკვდილით დასჯა, ამას დაასაბუთებენ, ხო? ჭყალებში დაასაბუთებენ. თუ ეს შეიძლება ამერიკაში, თუ ეს ეპატიება იუპიტერს, რატომ არ გვეპატიება ჩვენ? საქართველოს ამასთან აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს უფრო ზუსტად ეს ქართული რუსული ოცნება აპირებს უკლებლივ ყველა იმ საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტას, რომლებიც თეორიულად მაინც იქნებოდნენ მიმთითებლები, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგალითად ვენეციის კომისიასთან და მაგალითად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსთან და ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების დეზავუირებას აპირებს, რომლებიც მას გარკვეულ მაინც შეზღუდავდა, გარკვეულ აღვირს მაინც, ლაგამს მაინც ამოძლებდა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ახლა კი სამ სიტყვას ვიტყვი, ვის დაადანაშაულებს რეალურად ივანიშვილი სამშობლოს ღალატში, არა მხოლოდ კომისიაზე დაყრდნობით, არამედ კომისიის მიღმა, პროკურატურა, ვისზე შეკერავს ჩემი წარმოდგენით ცხადია საქმეებს. პირველ ყოვლისა, რა საკვირველია მიხეილ სააკაშვილზე და მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელთა მიმართაც ეგრეთ წოდებული ნიურნბერგის პროცესი უნდა გაიმართოს და სამშობლოს ღალატში უნდა დადანაშაულდნენ ყველანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო იმ ხანად, 2008 წელს გულისხმობ, ანუ 2003-დან 2012 წლამდე პერიოდს გულისხმობ, მაგრამ ივანიშვილისთვის მათ გარდა არისებობს მინიმუმ 2 და შესაძლოა 3 ბრჭყალებში სამშობლოს, ანუ ივანიშვილის მოღალატე ივანიშვილს ხომ სამშობლოსა და საკუთარ თავს შორის ტოლობის ნიშანი აქვს დასმული. ჩემი წარმოდგენით, ვინც ივანიშვილს უღალატა, უпроსტად ივანიშვილის წარმოდგენით, ვინც უღალატა ივანიშვილს, ანუ სამშობლოს მისი გაგებით, ეს არის მინიმუმ 2 პირი. ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ივანიშვილმა არჩევინა ქართულ საზოგადოებას ივანიშვილისეული გაგებით და შესაბამისად ივანიშვილს გადაუდგარა სალომე ზურაბიშვილი, აკრიტიკებს რა დღემდე სალომე ზურაბიშვილი, ის არის სამშობლოს, ანუ ივანიშვილის, ანუ სამშობლოს მოღალატე, აგე ხელგადახვეულია ცალკეულ უცხოელებთან, ამ შემთხვევაში თომას დე ვალთან და აგე ზელენსკის საერთოდ ივანიშვილის მტერს ესალმება, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი არის დასასჯელი. მე ვერ გეტყვით, რამდენად დახორეც პირდაპირ მნიშვნელობით რომელიმე ახალი წულუკიანი მოსამართლე ან სხვა გვარის წარმომადგენელი, რამდენად გამოიტანს ამგვარ განაჩენს დახვრეტის თაობაზე, მაგრამ სამშობლოს ღალატში რომ მიედავებიან ქალბატონ ზურაბიშვილს, ამის პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას გაძლევთ. მეორე პირი, ვინც ივანიშვილი დააღალატა ივანიშვილის გაგებით, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,
რომელსაც აგე ქუჩა დასდევენ, კამერას რთავენ ვითომ აქტივისტები, რეალურად კი დიმიტრი სამხარაძის და არა მხოლოდ დიმიტრი სამხარაძის მიერ დაგეშილები ტელეფონს რთავენ, ტელეფონის ვიდეო კამერას, მერე ვიღაცა ესვრის ამ გიორგი გახარიას კვერცხებს და ასე შელახავენ, ასე შეურაცხყოფენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ივანიშვილის გაგებით აკითხარით კიდეც არის მოღალატე ივანიშვილისა და შესაბამისად სამშობლოსი, რამდენადაც ივანიშვილს თავად მიაჩნია, რომ ტოლობის ნიშანია მასა და სამშობლოს შორის. ანუ სამი პირი გამოვკვეთეთ, ვინც ის გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც ივანიშვილის გაგებით უღალატა, სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებენ გიორგი მარგველაშვილსაც და ვინც ის თუ აღდგება, რამდენადაც არის ზონაში არის დახრეთის მუხლი, თუ ჯორჯიაში, ვინც ის გიორგი მარგველაშვილიც კი, მაკა შენ გიბოდი შეწყადია, მე ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ, იყოს დახრეთის კანდიდატი. მე არ გამოვრიცხავ, კვლავ ვიმეორებ, რომ დახრეთის მუხლიც კი აღდგეს და ახლა მე გადავდივარ სიამაღლებელზე, რას აჩერებს, ან ვის აჩერებს, ვის შეჩერებას ცდილობს და რის შეჩერებას ცდილობს ამ უწყვეტი შიმშილობით სიამაღლებელი. მე ხარ არ დავიწყებ, არ ვიყვირებ თავისუფლება სიამაღლებელს, მით უფრო ვეღარ მოუწოდებ სიას შიმშილობის შეწყვეტისაკენ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და პრინციპში ეს საჯაროც არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივიც არის, რომ ასე მოხდებოდა, უკვე საკმაოდ ან ერთობ დამძიმებულია. ჩვენ მივდივართ მივექანებით გამოცხადებული არა, სხვაგვარად ვიტყვი. ეს არის გამოცხადებული სიკვდილის მკვლელობის, გადავაკეთოთ მარკესის ნაწარმოების სათაური, გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა. ქართული ოცნების ხელისუფლება, თეაწულუკიანი კონკრეტულად და არა მხოლოდ პირველ ყოვლისა რასაკვირველია ივანიშვილი, სიამაღლებელს კლავს და თუ რამ სასწაული არ მოხდა, ასე უნდა ვთქვა, სხვაგვარად ვერ ვიტყვი. ჩვენ უახლოეს პერიოდში ალბათ საშინელ ინფორმაციას გავიგებთ გაღვიძებულზე ან საღამოხანს. ეხლა რაც შეეხება დახრეთის მუხლს. ხო, უკაცრავად სანამ ამას ვიტყოდე, ვერ ვიტყვი ვერაფერს თავისუფლება სიამაღლებელს, მეთქი ვერ ვიტყვი, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რაც სლოგანია, ახლა გაუმარჯოს სიამაღლებელს. ამას ვამბობ, გასიგრძეგანებული მაქვს ყველაფერი საერთოდ. ამბავი, რომელიც არა მხოლოდ მზიას თავს, არამედ ჩვენს თავს ხდება და მოხდება მომავალში. ახლა რაც შეეხება დახრეთის მუხლს მიუბრუნდები, თეაწულუკიანი სიამოვნებით ამოიღებს მამამისის დატოვებულ მაუზერს, ცოტა ლიტერატურული ტექსტია ეხლა ასე წარმოგიდგენთ და ესვრის მიშა სააკაშვილსაც, როგორც მოღალატეს, მისი გაგებით და ივანიშვილის გაგებით, სალომე ზურაბიშვილსაც და გიორგი გახარიასაც და სხვებსაც და რაც შეეხება მზიას, ის ტყვის გარეშე კვდება მას ხელისუფლება ტყვის გარეშე, დახრეთის გარეშე კლავს. მაგრამ ულმობელია, რომ ვიცოდეთ მაინც, თეაწულუკიანმაც რომ ვიცოდეს, ისტორია ულმობელია 1937 წელს, არ ვიცი რა იარაღი გულახდილად გეტყვით, მაგრამ შუბლში დაიხალა სერგო ორჯონიკიძემ. სერგო ორჯონიკიძემ, რომელიც ამ რუსული ხელისუფლების ქართულ გვარიან რუსთა წინაპარია, იდეური, კონცეპტუალური წინაპარი. ულმობელია ისტორია, მეთქი აქ იკითხარით და ძალიან ულმობელია საქართველოს ისტორიაც. როცა იქნება ეს ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, შეიძლება იყოს იმ პერიოდისთვის პირობითად 15-17 ან 127 დახრეტილი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა როცა იქნება გაიმარჯვებს და ის თავის სახელს დაარქმევს ყველას, ვინც რეალური მოღალატეა ამ ქვეყნისა. რომელსაც სხვათა შორის ეს მუხლი რომს იყოს დატოვებული,
არავინ აი ამ მოღალატესაც კი და მთავარი მოღალატე მე ვინც არის მე ცხადია ვიცი და დავასახელებ და მიხვდები თუ ჩემოდაც ეს მუხლი ცხადია ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში იქნება მყისიერად ამოღებული და მთავარ მოღალატე ივანიშვილს ამ მუხლით სამშობლოს ღალატის მუხლით ალბათ მაინც არ გავასამართლებთ თუმცა თუ დარჩება სამშობლოს ღალატით მუხლი იმიტომ რომ ამასაც შესაძლოა აქვს ამ მუხლის დატოვებასაც ექნება არგუმენტები ამის სასარგებლოდ იქნება იარსებებს ივანიშვილს ცხადი არავინ არ დახვეც ივანიშვილს დახვეც გადატანითი მნიშვნელობით ქალბატონ თეა თუ არ გესმით ეს დახვეც ისტორია დახვეც საქართველოს ისტორია მე ზუსტად ვიცი რომ ბიზინა ივანიშვილი არის სამშობლოს ნამდვილი მოღალატე და მე ისიც ვიცი რომ ეს ქვეყანა ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს რუსეთი ჩემი მტერია შენი ამას როცა კითხულობს წაიკითხავს მოქალაქე თუ არ ვცდები რომელიღაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია ეს ფოტო გადაღებული თეა წულუკიანმა რო წაიკითხოს მამუკა მდინარაძემ რო წაიკითხოს ირაკლი კობახიძემ რო წაიკითხოს ბიზინა ივანიშვილმა რო იკადროს ჩავიდეს მეტროში და წაიკითხოს ეს წარწერა ზურგზე მიკრული რომელიღაც მოქალაქისათვის ბიზინა ივანიშვილი ამ კითხვას ირაკლი კობახიძე თუ შალვა პაპუაშვილი ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემენ არა გასცემენ და იტყვიან რომ მათი მტერი რუსეთი არ არის ხოლო ვისი მტერიც რუსეთი არ არის ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი არც არის და ვერც იქნება ნახვამდის